დოქტორი ჟან მონეს პროფესორია ჩვენთან ერთად. მადლობა თათია სტუდიაში მობრძანებისთვის. რა ტიპის საფრთხეა ეს კანონმდებლობა ინიციატივა ჩვენი ქვეყნისთვის? უახლოვდებით თუ არა იმ პროცესს, როდესაც შესაძლოა ჩვენმა ქვეყანამ ეს ისტორიული მნიშვნელოვანი მონოპოლი დაკარგოს? ეს არ გახლავთ ახალი კანონპროექტი. პირველ რიგში ამას ვიტყვი, რომ 2023 წლის ოქტომბერში გამოვიდა ევროკომისია აღნიშნული ინიციატივით და შარშან ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურის ფარგლებში უკვე იყო მოლოდინი, რომ დამტკიცდებოდა, თუმცა დაემთხვა ევროპარლამენტის არჩევნები გარკვეული ვადით. გადაიდო, ახლა კვლავ დღის წესრიგშია და ამან გამოიწვია სწორედ მედიის ხელახალი დაინტერესება ამ თემით. საუბარია ვიზის შეჩერების მექანიზმის VSM-ის, მაგრამ აზრობრივად ეს უფრო უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმია, მის გადახედვაზე გამკაცრების მიზნით და მრავალი ცვლილება იგეგმება ამ კანონპროექტით. სიმარტივისთვის მაყურებელს რა ვხსნათ, ორ ნაწილად შეგვიძლია დავყვეთ და ვთქვათ, ერთს პირობითად ვუწოდოთ ტექნიკური, რადგან აქ ძირითადად არის აქცენტი ზღვების კორექტირებაზე, რომ ვთქვათ, წლიდან წლამდე არარეგულარული მიგრაციის ზრდის რა მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელია მისაღები და არ ჩაითვლება წითელ ხაზად, ანუ ეს გავყოთ და მეორე ეს არის პოლიტიკური მდგენელი, რომელიც ახალია და ალბათ უფრო საინტერესო და რელევანტური საქართველოს შემთხვევაში, თუმცა ორივე მხრივ უნდა განვიხილოთ აუცილებლად ეს რას ცვლის საქართველოსთვის. თუ მომცემთ ამცნებას, კი ბატონო. ტექნიკური თვალსაზრისით ზღვრების კორექტირება, აქ საუბარია ძირითადად ისეთ ფაქტორებზე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ევროკავშირის შენგენის ზონის წევრი ქვეყნების საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე და აქ გვაქვს ფაქტორები, ძირითადად ეს არის არალეგალურად გამრჩენების, ანუ სამართლებრივი დაშვებული 90-დღიანი იქით დარჩენთა რაოდენობა. მეორე ესა თქვა ყოველდღიურ ენაზე საზღვრიდან გამობრუნების მაჩვენებელი, ანუ როდესაც უარი არის შესვლაზე. ქართული ოცნება ამ მიმართულებით ამბობს, რომ მათ აქვთ მიღწევა. კი, გეტყვით აღნიშნულთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემებით. მესამე ეს გახლავთ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა და მეოთხე ეს არის დადასტურების მაჩვენებელი, ანუ ამ თავშესაფრის მოთხოვნებიდან რა წილი დასტურდება, ანუ რამდენი აღმოჩნდება საფუძვლიანი. მინდა გითხრათ, რომ 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემების ჩათვლით სტატისტიკური ანალიზი გვაჩვენებს, რომ 4-დან 2 შემთხვევაში ნამდვილად გვაქვს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება. საერთოდ ინფორმაციისთვის დადარება ხდება ამ რეგულაციის მიხედვით ნებისმიერი მიმდინარე წლის 2 თვის კონფიგურაცია შარშანდელ შესაბამის თარიღს ან სანამ უვიზო ვთქვათ შემოვიდო და მანამდე წინა 2 თვეზე დარდება და ამ შემთხვევაში ამ 4-დან მინიმუმ 2 შემთხვევაში დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ სტატისტიკური ანალიზით, რომ ეს არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება საქართველოსთვის, ანუ ბევრად მეტი ქვეყნის შემთხვევაში საქართველოს შეიძლება პრობლემა შეექმნეს, ანუ სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს იყოს. თუმცა ეს არ არის ესეთი სწორხაზოვანი, რომ ვთქვათ, რადგან წითელი ხაზი გადაიკვეთა, ის ამოქმედდება, უბრალოდ სამართლებრივ საფუძველს იძლევა. თუმცა ამას ემატება მეორე ფაქტორიც, ხო, ახლა რაც გულისხმობს ადამიანის უფლებებს შემოტანას პოლიტიკური მდგენელი, რომელიც შემოდის და აქ არის ჰიბრიდული საფრთხეები, სადაც ეს ევროკავშირის მოქალაქეობის ეგრეთ წოდებული გაყიდვის სქემები, ეს ინვესტორთა სქემები, რის გამოც ვანუატუს უკვე შეუჩერეს უვიზო მიმოსვლა. აქ არის საქართველოსთვის ყველაზე რელევანტური ევროკავშირთან ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება და აქ არის ძირითადი კონტექსტი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და საერთაშორისო სამართლის დარღვევები. ასევე არის სავიზო პოლიტიკის შეუსაბამობა, რადგან აი საქართველოს შემთხვევაში თუნდაც არის მინიმუმ 2 ათეული ესეთი ქვეყანა მაინც, რომელიც საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლა, უვიზო დურშვებს მოქალაქეებს, თუმცა ვიზა სავალდებულო ქვეყნებს შორის არიან ევროკავშირისთვის და ევროკავშირი შიშობს, რა თქმა უნდა, რომ საქართველოს შეიძლება სატრანზიტო ზონად იქცეს არარეგულარული მიგრაციისთვის, მსგავსი ქვეყნებისთვის და სთხოვს, როგორც თქვათ, ევროინტეგრაციის პროცესში საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში სთხოვს ჰარმონიზაციას, მსგავსადვე სავიზო პოლიტიკის ჰარმონიზაციას სთხოვს. აი შეჩერების ნაწილზე უფრო მეტი რომ ვისაუბროთ, პრაქტიკის შესახებ ნაწილობრივი ლაპარაკია, თუმცა უფრო მეტი როგორია ამ მიმართულებით გამოცდილება, რა პრაქტიკა აქვს ევროკავშირს და როგორ ხდება მათ შორის აი შეჩერების შემთხვევაში უკვე აღდგენა ვადები როგორ არის ამ შესახებ ინფორმაცია რომ მივაწოდოთ. გამოცდილება ასეთია, რომ ორჯერ ყოფილა აქტივირებული, თუმცა აქედან მხოლოდ ერთხელ რეალურად სისრულეში მოყვანილი, ანუ არის ვარიანტი, რომ თვითონ ქვეყანამ მიმართოს ევროკომისიას, თქვათ როგორც ნიდერლანდება ალბანეთის შემთხვევაში 2019 წელს, მაგრამ ევროკომისია შეიძლება არ მიიჩნიოს ეს საკმარისი მტკიცებულება, რომ არსებობს და შესაბამისად არ მოვიდეს სისრულეში. ესე მოხდა ზუსტად აი ამ შემთხვევაში, რომელიც ვახსენე, მაგრამ შესაძლოა თავად ევროკომისიამვე ამ მექანიზმის მეშვეობით მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება და ვანუატუს შემთხვევაში ასე იყო. ჯერჯერობით ანუ მხოლოდ ვანუატუ
ტროტუარი, რომელიც ვიზის შეჩერების მექანიზმის გზით მოხდა მისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება სწორედ აი ამ მოქალაქეობის სქემებთან დაკავშირებით. პროცედურა ძალიან მარტივია, საქართველოსთვის ეს რას ნიშნავს? ახლა უკვე როდესაც ძირითადი ეს პრობლემები ეს ორი აზრი არ არსებობს, რადგან ეს ბოლო რეპორტშიც, ხვდებით პირდაპირ მითითებას, ხო, ეს წინააღმდეგობრივ კანონპროექტებთან, ზოგ შემთხვევაში უკვე დამტკიცებულ კანონებთან დაკავშირებით და ეს არ ეხება მხოლოდ უცხოური გავლენის, თქვათ, აი გრანტების შესახებ კანონი ბოლოს კი ბატონო, მაგრამ არა მხოლოდ ამას, ასევე LGBT თემთან დაკავშირებული ეს ოჯახური ღირებულებების და ასევე მართლმსაჯულების საკითხები პირდაპირ მითითება არის ვენეციის კომისიის, თქვათ, რეკომენდაციების აღშფოთებაზე და სხვა. ამ ხელისუფლებამ შექმნა, თქვათ, ბუკეტი მთელი ამ დრაკონული კანონების, რაც იძლევა პირდაპირ იმის შესაძლებლობას საფუძველს, კი ბატონო, პირდაპირ სამართლებრივ საფუძველს და ეს, თქვათ, აქ არ მკითხავთ, რადგან პირდაპირ წერია იმ რეკომენდაციებში, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს მიმართ გასცა სწორედ ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, გარდა იმ რეკომენდაციებისა, რომელიც გვაქვს ევროინტეგრაციის პროცესში. ვინ შეიძლება დაბლოკოს ეს საკითხი ამ მიმართულებით პრაქტიკაც როგორია? ჩვენ ვიცით განსაკუთრებით ქართული ოცნების რეჟიმს ვინ ეგულება ევროკავშირში, სლოვაკეთი, უნგრეთი, თუ არის კიდევ რომელიმე ქვეყანა და როგორ ელოდებით თქვენ ამ მიმართულებით პოზიციების გამოხატვას თავად ევროკავშირში ამ გაერთიანებაში? სინამდვილეში სწორედ ეს არის აქ ძირითადი საფრთხე, რომ იმისათვის, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს და ეს არის დროებითი მექანიზმი, რომელიც 2 წელი შეიძლება გაგრძელდეს, სრულიად საკმარისია ეს ევროკომისიის დონეზე შეიძლება გადაწყდეს და ამისთვის სულ არ არის საჭირო ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურის ფარგლებში, ვთქვათ, საბჭოს ჩართვა. რა თქმა უნდა, მე 2 წლის თავზე თუ ამ ვერ მოხდა ურთიერთშეთანხმება და ეს პრობლემები, რაზეც იყო მითითება, არ გამოსწორდა, ამ შემთხვევაში ეს უკვე სამართლებრივი ცვლილება, რომ საქართველოს უნდა გადავიდეს უვიზო ქვეყნების სიიდან, თქვათ, ვიზა სავალდებულოში და ეს მოითხოვს მე უკვე საბჭოს მხრიდან, რა თქმა უნდა, კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემას, როგორც იცით, კვალიფიციური უმრავლესობა ეს ორმაგი უმრავლესობა, 55% უნდა იყოს წევრი ქვეყნების და მათი მოსახლეობა ევროკავშირის საერთო მოსახლეობის 65%-ს. ნახეთ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, მაგრამ აი ეს საკითხი მაგიდაზე, სამუშაო მაგიდაზე. კი ბატონო, ეს თეორიულად ნებისმიერ დროს ისეთ ვიზის შეჩერების მექანიზმის მიღმაც, თქვათ, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება, შესაძლებელია, რომ საბჭოში აუხსნათ უფრო მარტივად ჩვენს აუდიტორიას, კანდიდატის სტატუსის გაუქმება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ვიზა ლიბერალიზაციის ვიზის შეჩერების მექანიზმის გზით პირდაპირ კომისიის დონეზევე უმარტივესად და ესე წამიერად ალბათ გაუტრირებულია, მაგრამ ძალიან მარტივად შეიძლება და ამისთვის სულ არ იქნება საჭირო ეს ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურა, კომიტოლოგიის პრინციპი ჰქვია ეს, ვიზის სავიზო კომიტეტი, ვიზა კომიტი გადაწყვეტს ამ საკითხს და ევროკომისიის პრეროგატივა. ეს რაც ეხება შეჩერებას, რომელიც დროებითია და 2 წელი შეიძლება გაგრძელდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე უკვე ევროსაბჭოში ეს კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემა საჭირო ხდება, როდესაც უკვე სამუდამოა. თუმცა იმისთვის, რომ დროებით შეგვიჩერონ და 2 წელი ეს არ არის ხო მოკლედ, რომ ამისთვის ყოველ შემთხვევაში სულ არ არის საჭირო ეს პროცედურები და ეს განახლებული მექანიზმი, განახლებული რეგულაცია უფრო სწორედ, რომელიც არეგულირებს ამ მექანიზმის მუშაობას, შესაბამისად ამის ძალიან პირდაპირ სწორხაზოვან გზას გვთავაზობს. და ბოლოს გითხავთ, ეს რა ტიპის დარტყმა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რა ტიპის ზიანი მიადგება ამ გადაწყვეტილების შემთხვევაში საქართველოს განსაკუთრებით იმ ფონზე, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ევროინტეგრაცია არის ნომერ პირველი თემა ახლა იმ განცხადებების და გადაწყვეტილებების კვალდაკვალ, რომელსაც ჩვენ მუდმივად ხედავთ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული მთავრობის მხრიდან. ეს რა ზიანს გამოიწვევს? როგორ აისახება ეს ყველაფერი რიგით მოქალაქეებს? თქვენ ზოგადად იცით, ევროკავშირის დამოკიდებულება ასეთია, რომ მთავრობის ქმედებისთვის წესით, მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს და სწორედ თუ აქამდეც რაღაც თავშეკავებას იჩენდნენ, ხო, გარკვეული მიმართულებით და ვიზა ლიბერალიზაცია ესეთი ყველაზე ხელშესახები საქართველოს მოქალაქეებისთვის მიღწევა არის ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ ეს იყო, რომ საქართველოს მოქალაქეების დასჯა არ სურდათ, ხო? და ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება თუნდაც ის რომ გავრცელებულიყო გარკვეული შეზღუდვები მხოლოდ თქვათ დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებზე და არა საქართველოს მოქალაქეებზე. თუმცა ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ პოლიტიკური ნება ამ თვალსაზრისითაც უკვე მოქალაქეებზე გავრცელდეს და მით უმეტეს უკვე სამართლებრივი საფუძველი ამის უკვე ეს გაფართოებული საფუძველი მათ ეკნებათ. საბოლოო ჯამში მაინც პოლიტიკური ნება, ესეც მინდა აღვნიშნო, ესეც არის შეიძლება ზეწოლის, ესე ვთქვათ, ერთგვარი გზა, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება პირიქით სამოქალაქო საზოგადოებამ და
ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ თავი რაღაც ზეწოლის ქვეშ იმისათვის, რომ გარკვეული ცვლილებები თავის ქვეყნის შიგნით მოახდინონ. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. პირდაპირ ეთერში უსმენდით თათია დოლიძეს, ევროპის მცოდნეობის დოქტორი და ჟან მონეს პროფესორი იყო ჩვენთან ერთად სტუდიაში. ვსაუბრობდით მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მონაპოვარს ვიზა ლიბერალიზაციას ეხება. გადაცემა კომენტარი ამით ასრულებს თქვენთვის მუშაობას. მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის.